ვიცი რომ წინააღმდეგი ხართ მონდიალიზაციის. თქვენ საუბრობთ იმიგრაციაზე. ფიქრობთ თუ არა რომ არსებობს თანაცხოვრების პრობლემა საფრანგეთში? არის თუ არა კოსმოპოლიტიზმის პრობლემა საფრანგეთში? დიახ, ეს ნათელია ჩემთვის. მე არ მჯერა მულტიკულტურალისტური მოდელის. მულტიკულტურალისტური მოდელი არის მულტიკონფლიქტური მოდელი. და მინდა გითხრათ, რომ საფრანგეთს ჰქონდა სურვილი მასობრივად მიიღო ემიგრანტები და ამავდროულად ასიმილაციის იდეა ჩაენაცვლებინა ინტეგრაციის იდეით. მინდა და ეს კითხვა და მესვა, რა განსხვავება ასიმილაციასა და ინტეგრაციაში? განსხვავება უდიდესია. რა თქმა უნდა, სწორედ ამიტომ გისვამთ ამ კითხვას, რადგან ასიმილაცია არის კულტურული სუიციდი. ჩვენ არ ვართ იძულებულები კულტურული თვითმკვლელობა მოვახდინოთ. მე საფრანგეთში შესაძლოა ჩამოვედი, მოვახდინე ინტეგრაცია და რა კულტურული სუიციდი, ასიმილაცია. მე ვფიქრობ, რომ კულტურული სუიციდი გადაჭარბებული ტერმინია. რა არის ასიმილაცია? ასიმილაცია არის მსხვერპლის გაღებაც. მსხვერპლის, რადგან ჩვენ ვტოვებთ საკუთარი თავის გარკვეულ ნაწილს, რათა ინტეგრაცია მოვახდინოთ იმ ნაციონალურ ჯგუფში, რომლის მოქალაქეობასაც ვითხოვთ. ინტეგრაცია ტოტალურად განსხვავებულია, მრავალმხრივია. მობრძანდით როგორც მაკდონალდში, შეინარჩუნეთ თქვენი ფასეულობები, თქვენი ჩვევები, თქვენი კულტურული ქცევის წესები, ტრადიციები და კოდები. გასაგებია, მაგრამ ეს მეთოდი არ მოქმედებს და იწვევს დაძაბულობას. რატომ არ მოქმედებს? რატომ და იმიტომ რომ ფასეულობების კონფლიქტს ვაწყდებით. აი ეს არის მარტივი მიზეზი, როდესაც ვხედავთ, რომ დღეს ადამიანების გარკვეული ჯგუფი ითხოვს სკოლებში განსხვავებულ მენიუს. როდესაც მათგან ვხედავთ დაჟინებულ მოთხოვნას, რომ ცვლილებები შეიტანონ სასკოლო წიგნების პროგრამაში, რადგან თურმე გარკვეული დეტალები შოკის მომგრულად მიაჩნიათ. როდესაც იგივე ჯგუფები ითხოვენ განსხვავებულ გასახდელებს სპორტულ ინსტიტუციებში, რადგან ვერ წარმოუდგენიათ, რომ პატარა გოგოებსა და ბიჭებს ერთი გასახდელი შეიძლება ჰქონდეთ. ერთ მომენტში ხდება შოკური ეფექტი. იბადება კითხვა. რომელ ნორმებს უნდა დაემორჩილონ ადამიანები, რომლებიც მოდიან ჩვენთან საცხოვრებლად? მე ნათლად ვამბობ, ჩვენსას. ჩვენ ვისაუბრეთ ტოტალიტარიზმზე. მე წავიკითხე რუსულ პრესაში, რომ ვლადიმერ პუტინს თქვენ აღმოსავლეთის უფროს ძმას უწოდებთ. არა, მე სიტყვები არასოდეს გამომიყენებია. არასოდეს? არასოდეს. მე მსურს ნატოდან გამოყოფა. მიზეზი ის არის, რომ ნატო დღეს ამერიკელების დომინაციის ქვეშ არის. მე კი ვარ თავისუფალი ქვეყნის პოლიტიკური პასუხისმგებელი. მე ვარ დეგოლის ნამდვილი მიმდევარი. არ მინდა რომ ვინმე რაიმეს მაძალებდეს. საფრანგეთს აქვს სუვერენიტეტი. ნატოს დღეს არანაირი ფუნქცია აღარ გააჩნია. რა ფუნქციის მატარებელია დღეს ნატო? რა დანიშნულება აქვს მას დღეს? ამიტომაც არ მივიღებ მონაწილეობას ამერიკულ ომებში, რომელიც ამერიკის ინტერესების დამცველია. სურს რომ საფრანგეთი იყოს დამოუკიდებელი სუვერენიტეტის მქონე. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ერთი ვასალიზაციიდან მეორეში გადასვლა. რაც შეეხება რუსეთს, ვთვლი რომ ეს არის დიდი ერი, რომელთანაც საფრანგეთს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ეკონომიური და სტრატეგიული პარტნიორობა. ისეთივე სტატუსით, როგორიც მას გააჩნია მსოფლიოს სხვა ძლიერ ქვეყნებთან. მე თანასწორი სამყაროს მომხრე ვარ. არ ვფიქრობ, რომ ერთის მორჩილებიდან მეორეში უნდა გადავიდე. თქვენ ამბობთ, რომ ისლამისტურ სახელმწიფოსთან საბრძოლველად რუსეთთან აპირებთ საუბარს. როგორ აპირებთ ალიანს ტოტალიტარულ სახელმწიფოსთან? და თქვენ მეთანხმებით, რომ რუსეთი ტოტალიტარული სახელმწიფოა? არა, ვერ დაგეთანხმებით. ვერ დავეთანხმებით? რუსეთი არ არის ტოტალიტარული სახელმწიფო. ვლადიმერ პუტინმა ბევრი რამ გააკეთა მისივე წინამორბედის ფონზე. რუსეთს ეკონომიური არსებობის საშუალება მისცა, ისევე როგორც დიპლომატიური არსებობის საშუალება. რა მეთოდებით, რის ფონზე? როგორ რა მეთოდებით? იგივე მეთოდებით, როგორც დღეს ის მოქმედებს. მე დემოკრატიაზე გელაპარაკებით, მაგრამ რა არ არის დემოკრატიული? რუსეთი არ არის დემოკრატიული ქვეყანა. ეს ის ქვეყანაა, სადაც არჩევნები ტარდება. თქვენ ჭკვიანი ქალი ხართ. ერთ ამბავს მოგიყვებით. კი ბატონო, მესმის, მაგრამ ერთი კითხვა მინდა გეგიმეოროთ. რატომ არ უნდა საფრანგეთს, რომ სტრატეგიული პარტნიორი ჰყავდეს დემოკრატიული და ისტორიული მეგობარი ამერიკა, რომელსაც აქვს ფასეულობები დემოკრატიული, რატომ ირჩევთ რუსეთს პარტნიორად მაგალითად?
ვფიქრობ, რომ რუსეთი ეშმაკისეულის პოზიციაში არის წარმოდგენილი. ეს იმიჯი შექმნილი და ორგანიზებული ამერიკული პროპაგანდის მიერ. მათ ეშინიათ, რომ რუსიერი მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს მსოფლიოში. სწორად მიმაჩნია საფრანგეთის კავშირების გამყარება რუსეთთან. უნდა გავუსვათ ხაზი იმასაც, რომ არის უდიდესი საკომუნიკაციო ომი რუსეთსა და ამერიკას შორის. ეს სირიაში კარგად დავინახეთ. მე არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებ ამ ომში მონაწილეობის მიღებას. არც ამერიკელების მიერ შექმნილ რუსეთის იმიჯს ვიზიარებ. ჩვენი სუვერენიტეტის დაცვით უნდა დავიცვათ ჩვენი ინტერესები. ჩვენი ინტერესები კი რუსეთთან ეკონომიური, სტრატეგიული და ენერგეტიკული კავშირებია. ასევე უნდა შექმნათ კოალიცია რუსეთთან, რადგან ვერ მოვახერხებთ რუსეთის გარეშე ისლამისტური სახელმწიფოს დამარცხებას. ასევე სირიასთანაც, რადგან ბაშარ ალ-ასადი წარმოადგენს დღეს სირიის სახელმწიფოს და ასადის პირადი ინტერესები მე აბსოლუტურად არ მაღელვებს. მასთან კოალიციით მე ვიცავ ევროპისა და საფრანგეთის ინტერესებს ისლამისტურ სახელმწიფოსთან მიმართებაში. კარგით, იცნობ თუ არა საქართველოს? არა, ვიცნობ, მაგრამ არ ყოფილი ვარ არასოდეს. იცით, რომ საქართველოს ტერიტორიების 25% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ვერ გავექცევით ამ კითხვას, იცით, მარინ ლე პენ. რა სიტყვით ამის შესახებ? მე ვფიქრობ, რომ საქართველო იმ ქვეყნების ნაწილში შედის, სადაც ამერიკა ხელებს აფათურებს. საუკეთესო დემონსტრაცია უკრაინაა. ამერიკელი ხელისუფლება იყენებს ამ ქვეყნებს იმ მიზნებისთვის, რომლებიც არანაირ ინტერესს არ წარმოადგენს ამ ქვეყნებისთვის. ეს ამერიკელების ინტერესებს ემსახურება. საჭიროა ამ ქვეყნებმა გააცნობიერონ ეს ფაქტი და დაიცვან საკუთარი სუვერენიტეტი. პოლიტიკური მანიპულაციების საშუალებით შექმნილ კონფლიქტების მიუხედავად, მათ უარი უნდა თქვან ამერიკელების მარიონეტებად ყოფნაზე. მაგრამ რუსეთის სათამაშოდ არ ვიქცევით, რადგან რუსეთისგან არის ოკუპირებული. არც ერთის და არც მეორისი არ უნდა იყოს. ჩემი პოლიტიკის ნაწილია, რომ ყველა ნებისმიერმა სახელმწიფომ საკუთარი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი შეინარჩუნონ. მე წონასწორობის სამყაროს მომხრე ვარ. მინდა რომ ნებისმიერ ქვეყანას ვუსურვო ის, რასაც ჩემს საკუთარს ვუსურვებდი. მოგიტანეთ ქართული ღვინო. ჩვენ ღვინის დიდი კულტურა გვაქვს.